ვინც ხა უნდა იყოს ირგვლივ ვინც იმღერებს თევზი რო წყალშია ისე უგზნობ თუ დიალექტზე ვლაპარაკობ რა ის პირონ დაგაბიჯა მაგი არის სტერეოტიპი ჩვეულებრივი აცი არის ორკესტრი ძმაო რა გითხარია არ შეიძლება შენ გამოხტე და იცი რა სოლო მომინდომო არ იქეიფო კარგად რამდენი მილიონერი ძმაკაცი ხარ ამ ადამიანებზე დგას ეს სახელმწიფო გამარჯობა ადათის და ჟაბაასის მაყურებლებო მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია არც მეტი არც ნაკლები დამიანე გორდელაძე Hi guys. Hello. Can you teach me some Gurian song? სიმღერა მასწავლეთ გურული სიმღერა მასწავლეთ. ასე აწუთი სოფელი სულ მოდიან და მიდიან გამარჯობა თქვენ აი გამარჯობა მოგესალმები ჩემო კარგო კაცო ახალ სიმწეს გილოცავთ და ბევრი განვითარება თქვენ კეთილი იყო შენი ფეხი ჩვენს ახალ სტუდიაში კეთილი იყოს და კაი ფეხით შემოსულიყავი იმედია ყველაფერი კარგად იქნება ამ ფერი გურული კაცი რომ მოდიოდა ახლა ჩვენთან მივწერეთ რა თქმა უნდა ანასეულს ჩვენ თვითონ დავუკავშირდით იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიყვარს და ესეთი ვარიანტები ასორტიმენტი გამოგვიგზავნა შენ არჩი ახლა რომელი მივირთვათ აქედან მაგ ყველა გასინჯული მაგენს რაც ხა ყველა მაგ იმიტომ რომ ურთიერთობა მქონდა მაგენთან და უბრალოდ მიგზავინდნენ ხოლმე და აქედან რა აგი მაინტერესებს დიდი ხანია აქედან აგენი უფრო ვიცი ეს არის ჭაჭა ხო მე როგორც ვიცი ის არის რა ქვია მუხის იმაში ხო არა ნატურალური კარგი მაგარი ფერი აქვს უმაღლესი ხარისხის გურული ოტკა ასე უნდა თქვა არა კი არ თქვა გურული ოტკა თქვი მაიცა ეს რო გაგვეხსნა წინას არის გემრიელი აგერა აგერა ყურე აგერა საქმეა აგერა ბატონო გურული ოტკა ჩამოასხირავა დევი ლოცოთ აი ხوак ხმარო გაიგოს ხალხი კაია აბა დიდება უფალს ჩემო დამიანე როგორ ძიოს მარტი სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს მშვიდობას უსურვებ მშვიდობა დიდება იყოს აია ამოიღო წარბები როგორ უნდა მაგას ხოთაშორის აგიტყვე ყურე აგი შემეძრო სულ მარცხენა წარბი მაგრამ მარჯვენას ვერ ვწევდი ახლა შემიძლია სარგის ძიმეცადინეობდი მართლა ო მართლა გეო აგა ბაღნები ყურე ჩვენ ვარ 8 დედმამიშვილი 4 გოგო 4 ბიჭი და ახლა ერთი პირსაბანი მქონდა ახლა მივამატეთ მე მაგრამ ბაღნობაში ესე იგი დერეფანი ვიყო და მე პირსაბანია და 8 დედმამიშვილი სანამ პირსდეიბანს რიგში ხარ მართლა რიგში ხარ აქ საცობში რო ხარ ხო ფეხით მოსი საცობში ასე ვიდექით და სანამ ეს მე რომ მოვიდოდა ჩემი ჯერი მივიდოდი ამას ვავარჯიშებდი ბოლოს დგებოდი რომ ჩვენ არ დამლოდებოდა არ კაცი გესმის რომ დიდი დრო გექნებოდა ბოლოში ხო ბოლოს ამას ვავარჯიშებდი იყო მართლა რა იმიტომ რომ მინდოდა ახეთაც და ეს ხოკუნთია ახლა იგი შემიძლია ხო ორივე შემიძლია უფრო უკეთესია აქედან შემიძლია იქიდან შემიძლია სიმღერა საიდან იწყო სიმღერა ნუ ეხა გურული რო ყველა მღერის კი არა მთელი საქართველოს უმღერის ეგ თავისთავად ამბავია მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ვიდა სიმღერა საერთოდ ვიღაცა უნდა მღეროდეს ვინც ხა უნდა იყოს ირგვლივ ვინც იმღერებს ამა ეხა გურულად ვილაპარაკებ მეც გევივაკებ რაფერა თევზი რო წყალშია ისე უგზნობ თუ დიალექტზე ვლაპარაკობ ხო და რა თქვა გამო თუ რამე მე თარგმნოთ სუბტიტრებში გურული პროდიუსერი ყავს აი აბდალა რო იყურება ხო და ვიღაცა უნდა მღეროდეს გესმის რომ შენ მოგინდეს რაღაც ან მე რა ვიცი მე მაგაზეც ვილაპარაკებ ახლა უცხოელებთან რომ აქვს კონტაქტი
რაღაცა მეისმინეს და დააინტერესათ, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ჩემთან დედაჩემი მუსიკალურად ესეთი პიანინოზე უკრავდა და სულ გვესმოდა მე იავნანას რომ გიმღერის აკვანში ვარ ყველა გაზრდილი და აკვანშიე გურულ ნანას გვიმღერო და რაღაც აქედან მოდის სულ ბაღნობიდან. აკვანში გაიწერა და? კი, აკვანში. რამდენი წლის ხარ? 29 ვარ ახლა, მაგრამ აკვანში მამაჩემიც ისე ხა სოფელში რო იზდები, აკვანი მქონდა და ყველა 8 დედმამიშვილი აკვანში გაზრდილი. გადაგულიზეთ, გადაკოჭილი და? არტახებში ასე გაკონჭილი. ასე გაკონჭილი და გარწევენ და თან გიმღერიან და აი ბაღნოში რო გესმის მე 4 წლით დიდი სამყაროს ძმა გიორგი, რომელიც პირველი იყო ჩვენს ოჯახში, რომელმაც აღადგინა ესეთი ჩვენი ტრადიცია, რომელიც გაწყვეტილი იყო ესე იგი ჩემი დიდი ბაბუ ამღეროდა აპოლონ ჩავლეშვილი და ძალიან დიდი მომღერალია გურიაში აპოლონ ჩავლეშვილი. მერე წყვეტა იყო და აი ჩემმა ძმამ აღადგინა და იწყო სიმღერა მევიდა ტრისტან სიხარულიძესთან ცოცხალია ღმერთთან დიდხანსა ცოცხლოს 99 წლის და დაიწყო ამას მეც დამაინტერესა ის იმიტომ რომ წარმატებულია მღერის გამოყავთ ყველგან მედლებს აძლევენ იმიტომ მეც შემეხარბა და მეთქი ბიჭო თან ბაძავ ხა უფროს ხო აბარა ხო შენთვის ისა ხა 4 წლით დიდია ყველგან ჩანს მომღერალი პატივსაცემი მეც მინდოდა ყოფილიყავი რა ის არა სუფრაზე ეძახია ხო მე სულ სუფრა რო ქონდა ხოლმე მამა ჩემი გამოგვიყვანდა და გვამწკრივებდა იმღერეთ რაღაცა იმიტომ რომ სუფრა ითხოვს გესმის აი ეს გვაქვს ჩვენ დღეს რაც არ მომწონს რომ ბიჭო პურსა ეს ქართულ სიმღერაშია პურსა ჭამენ და ღვინოს სმენ სიმღერას არ იტყვიანო ესეთი ხო ხო და რატო არა გესმის როცა გააქვს ხო და ჩვენც ასე და იმღერეთ რაღაცა და ხო სულ ერთ და იგივეს ხო არ იმღერებ მე გინდა რომ რაღაც ახალი ისწავლო გესმის ახალი და ნელ-ნელა შევკარით რეპერტუარი. შემოგესწავლა მოსულა. ხო, მაგია რომ ბაღნაობიდან იწყება რა, ბავშვობიდან იწყება. ხო, სიარულით ვიარე თავისთავად. კი, სიმღერაზე ვიარე, მაგრამ იყო ერთი პერიოდი მახსოვს, რამდენიმე ადგილას ვთქვი რომ აი ერთი მომენტი მახსოვს, სკოლაში ვარ, ვიცი რომ ტრისტან სიხარულიძესთან რეპეტიციაზე უნდა მივიდე და მარშრუტკაში ვარ და მაგას დილემა რომ აბა საწევიდე, სახლში წევიდე თუ რეპეტიციაზე წევიდე და დავაძახი სახლში. ერთი აი სიმღერის ვიდრე რომ ბავშვი რო ხარ რა, მაინც თამაში გინდა და მაგრამ მე რო გევიდა დრო მივხვდი რა რომ საჭირო რომ შინაგანად ითხოვს რა აფერც და მოცეკვავა იყო გინდა ნებისმიერი ხელოვანი შიგნით რაც გაქვს ეს გამოსვლას ითხოვს რა არსებობს რომ ეს შიგნით ჩაკლა არ უნდა ჩაკლა ხო და ეს იმდენად დიდი იყო სურვილი რომ მოკლედ გამოარღვია და გამოვიდა ასწავლი კიდევაც ბავშვებს კი ასწავლიდი ახლა იანვარში ბავშვებთან იანვრის შემდეგ არ მქონია ესეთი სისტემური ხასიათის სიმღერის აკადემიაში ვასწავლიდი 2 წელი, მანამდე 2 წელი ვასწავლიდი ჰერეთში, საინგილოში, ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ერთ დროს ჩვენი იყო, ქართველები ცხოვრობენ და აი საპატრიარქოს პროექტში ვიყავი, სადაც 2 წელი ვასწავლიდი იქაურ ბავშვებს, იქ ჩავდიოდი. კოვიდის მერე, მოკლედ. ქართული სიმღერები? კი, ქართული საგალობლები ძირითადად აქ საგალობლები და სიმღერები, აი ამ შენობის ცოტა იქ 100 მეტრში და მას შემდეგ ახლა უცხოელებს ვასწავლი ძირითადად რა. უცხოელები, ვისაც უნდათ. უცხოელებს სად ასწავლე? ონლაინ და ოფლაინ. ვისაც უნდა. ონლაინ გაქვს სიმღერების, ვისაც? კი. Zoom-ში დავჯდებით. არიან 4-5 შეიძლება მეტიც ჩართულები, ცალკე ვუთარგმნი ტექსტს, ინგლისურად მიდის ხოლმე ძირითადად რა. ინგლისური ენები ვიცი, ინგლისური, რუსული და ვასწავლი, ვისაც უნდა და ბევრს უნდა. ან ბევრს უნდა სიმღერის სწავლა რა. ხო, რა საინტერესო, როგორ ისწავლება სიმღერა? რომ თავარი არის ცეკვაში მაგალითად აი რაღაც ხელს თუ არასწორად გააკეთე, მოვა და გაგისწორებ ამ ხელს რა. და გეტყვი რომ ესე დაიჭირე. იგივე ამბავი. იგივე ამბავი. მას ხოს მაინც ნიჭი არ უნდა, უფრო მეტად ვიდრე ცეკვი. მეტი რა თქმა უნდა, მეტი ჭირდება და ვინ რო ამბობენ ხოლმე, სპილომ დამაბიჯა და არ მაგა რა ის ფილმ დაგაბიჯა, მაგი არის სტერეოტიპი ჩვეულებრივი, რომ ვიღაცამ უთხრა, ვინც არ იცოდა, არანაირი განათლება არ აქვს. მუსიკოსი არაა, მაგრამ კაჭედიკად ნუმღერი ხარ და მე კომპლექსდება ადამიანი, მე უსმენო ვარ, აი უსმენო ხარ, უბრალოდ დაგაჯერეთ რომ უსმენო ხარ. ანუ ყველა ადამიანს, ეს არის აი ვისაც გინდათ კითხეთ, აქვს სმენა, ყველა ადამიანს
გააჩნია სმენის ეტაპებს, როგორც სცენარეს ამდენ წყალს დაუსხა, იმდენად იზრდება. ისე არის შენ ამდენსაც მოისმენ, ამდენსაც განავითარებ შენ სმენას, იმდენად მაღალ ეტაპზეა შენი სმენა და უფრო მეტი შანსია რომ შენ სიმღერა ისწავლო შემდეგ. ანუ შენი ძახილ ყველა შეუულია იმღეროს. კი, ყველა შეუულია იმღეროს. თავი ამდენს ივარჯიშებს. კი. ზოგს მეტად ჭირდება, ზოგი მეტად ნიჭიერია ნაკლებად. გააჩნია ბავშვობაში, რამდენად usmენდა, ახლა რამდენად usmენს სიმღერას, ყვება და მღერის კი არა. ამდენად ესმის ირგვლივ რას usmენს, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მაგალითად უნდა ფოლკლორის სწავლა, მაშინ ფოლკლორს უნდა usmendes რა. საბაზისო ეს არის. უნდა ესმოდეს და რომც არ მღეროდეს და არ ყვებოდეს, მის ისმენა ვითარდება მოსმენით. უკვე ვითარდება. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ეს არის მოსმენა. რაც გითხარი რომ ჩვენ გვესმოდა მეთქი ბავშვობაში ეს იყო პირველი აი საბაზისო რაღაცა ესე დონე რომ შენ გესმის და აქედან უკვე შენ ეჩვევი ამას ამ ფერსასტრუტი ხარ ბავშვი მაგ დროს რა თქმა უნდა ბავშვობიდან თუ არის თქმა უნდა ყველაფერს ისრუტავ და ადვილია რა ბავშვობის ასაკი ეხლა რო იყავი წასული რა სიტუაცია იყო პარიზში ხო პარიზიდან ჩამოვედით ერთი 3 კვირა ან პარიზში იყავი წასული კი ოზურგეთის ამბავი იყო კულტურის ცენტრიდან და ფოლკლორის ცენტრიდან შეიკრიბა მეორე წელი არსებობს უკვე ფოლკლორული ჯგუფი რომელიც დადის გასტროლებზე არ მოგერიდოს ხო და დავდივართ მოკლედ ქვეყნებში დავდივართ უკვე მე-5 მე-6 ქვეყანა იყო ამდენი ამერია სათვალავი ხო და პარიზში იყო ახლა ადგილობრივ ანსამბლთან მარანი არის ამნაირი ანსამბლი ხო და ზურს მარანი ქვია და აფიშას რო აკეთებდნენ 90-იანი წლები იყო ეგრე რო შეიქმნა უცხოელმა შექმნა მერანი ერქვა ანსამბლს და ერთი ასო შეეშალა და დარჩა მარანი მოიო დავდიოთო და ქვიათ მარანი მერანი უნდა რქმეოდა და აფიშაში ასო შეეშალათ რა და ახლა ქვიათ მარანი მაგრამ მერანი უნდა ყოფილიყო ხო და ამ მარანში მღერის მღერიან ფრანგებიც და ქართველებიც ერთად და მე შეგეუნები ნებისმიერ თქვენთაგანს რო ჩაგირთოთ მე ჩანაწერი დისკი აქვს გამოცემული ან სერიოზული ანსამბლია დასავლურებს აღმოსავლურებს ღერი რომ ჩაგირთო და რომ მოგასმენინო შენ ვერ მეტყვი რომ აგი უცხოელია თუ ქართველია კრიმანჭულს ვინც ამბობს იმაზე გეუნები კაი მართლა აი მე ხა ხო არა ფრანგებს ხო ის დიალექტი აქვს რაღაც რა თქმა უნდა მაგრამ კრიმანჭულში აი ეს ბერტრანი რომელიც არის სულმეშლება სახელი ბერნარი წყავთ და ბერტრანი წყავთ და ეს ბერტრანი რომელიც ვერის კრიმანჭულს ვერ გამოიცნობ შანსი არ გაქვს ქართველი ესე იგი ვინ მღერის იმიტომ რომ კრიმანჭული ახლა იმას არც აქცენტი აქვს არაფერი არ აქვს ხო კრიმანჭული ხო მღერის ვერ მიხვდები კაცო ფრანგი რომა მართლა გეუბნება გავგიჟდი ასე ვიყო პირდაღებული ვუყურებდი გავცელდა მისი ვიდეოები სხვადასხვა და რას ამბობს იცი ვიდეოში მე შეიძლება ეს ამას აქცენტით ლაბარ ქართულად ლაბარაკობ მე შეიძლება კარგი კრიმანჭული ვარო მაგრამ ნამდვილი ვარო ასე ამბობს რა თვითონ ქართული დაგიჯდება დალევს გადაგე არ ვიცი მე კარგი კრიმანჭული არა ვარ ხო მაგრამ ნამდვილი ვარ შეყვარებულია რა საქართველოს აბარა მე არასწორად გილას დავიბადებ ამასთან მე აღარი რა მინდა მე გურიაში უნდა დავბადებულიყო მაკვანეთში უნდა დავბადებულიყო აუ რა მაგარია ხო ძალიან მაგარია ხო და მაგეთო მქონდა კონცერტი დიდი რა ვიცი კათოლიკური ეკლესია იყო 400 კაცი მოვიდა გადაჭედილი იყო იქაურობა და გიჟები არიან ასე გიყურებენ რომ აბა ერთი ოღონდ რამე იმღერეს შენ ხო ვიცი დიდი ინტერესი აქვს ყბებიან რა ძალიან დიდი ინტერესი აქვს იგი და მასტერ კლასები ჩავატარეთ კიდე აი ტრისტან სიხარულიძე რომელიც 99 წლისაა და მე თუ მივახციე ღმერთო მივახწევი 99 აგი ბიჭო დაფრინავს იქითაკე 99 წლის კაცი ეგერ პარიზშია ეგერ ესტონეთში ვიყავით ეგერ იმაში ეგერ გურიის ჰაერზეა გაზდელი კაცი ხო სასწაული გენეტიკა აქვს და რა ვიცი მოკლედ ჩავატარეთ მოდი გავუმართოთ ჩვენ სიმღერას ჩვენ ცეკვას ქართულ კაი ამბავს გავუმართოთ ქართულ ხელოვნებას გავუმართოთ აია აბა კიდე რა გაინტერესებს გამუშ მე მზად ვარ რა კითხები გაქვს? ვილაპარაკოთ. მე მაინტერესებს ხა
შენ ეს ამბავი დაიწყე, ну ყოველ შემთხვევაში მე ვნახე შენი ვიდეოები კორონას პერიოდში. ხო. მაგ დროს ძალიან აქტიურ რეჟიმში დაიწყე ეს ამბავი რა. რატო გადაწყვეტე საერთოდ შენ თავთან რო გემღერა? რო თქვენო. ის რა იყო იცი? ну იძულებული გავხდი. დარჩი მარტო და რა ვქნა? კი, მართლა ხო გახსოვს 3 ადამიანზე მეტიო კანონი იყო, არ შეიძლება შეკრებოდა და ჩვენ 3 ადამიანი კი რა სოლო კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, ასამჩი სიმღეროდი. 2016 წელს შევკრიბეთ მე და ჩემმა ძმამ ანსამბლი და სოლო კონცერტი გვაქვს. მეორე სოლო კონცერტია, უნდა გავყიდეთ უკვე ბილეთები, ყველაფერი. ხალხს დაუბრუნეთ რა. კორონას პერიოდში. ხო, ანუ რო გაუქმდა ყველაფერი, ხალხს დაუბრუნეთ ბილეთები, ესე და ხო იცი, აი აბა ერთ კვირაში გაქვს სოლო კონცერტი მღერი ხარ, მომართული ხარ, კი იცის ყველა მოცეკვავებმა, როგორია რომ შემართული ხარ, აბა ბიჭო, ელოდები რაღაცა. გონებით ყველაფერი აბა და უცებ გეუბნებიან რომ ვერაფერიც ვერ გექნება და აი ესე ხარ რა და რა გავაკეთო ბიჭო, ეს ხო უნდა გამოვიდეს, რაც გითხარი რა, ეს რაღაცა უნდა გამოხედქოს და მაგას მე დიდი ხანი ვაკეთებ ბავშვობაში ვაკეთებდი სამი ხმის ჩაწერას და იმას, მაგრამ არ დამიდია უბრალოდ არსად. ხა. ხო და მაშინ დავდე და რომ გავარდა, კიდე ჩავწერე კაცოთა, იმიტომ რომ ეს რაც სიამოვნებს და თუ მე რო ხედავ რომ შენაც სიამოვნებს, ხვასაც სიამოვნებს და ამას უზიარებ და ეს მე სიყვარული მოდის, კომენტარები მოდის, მესიჯებია, მე უკვე გინდა რომ კიდე და კიდე რა. რომ გაქვს შინაგანად ეს რესურსი გაქვს, სანამ გაქვს ანამ შეგიძლია. ანუ ყველას აქვს ნანახი, ახლა მე არ მეგულება საქართველოში ვინმე შენი ერთი ვიდეო მაინც ნანახი არ. შეიძლება დამიანეთი ვერ გიცნო, შეიძლება მარტო კაცს ვერ გიცნო. აი ეს სახეზე რომ შემოგხედავს ტიპაჟი, ეს როგორ არ ვიცი, კაცო, ეს ვიცი. ხო, ახლა მოვდიოდი გურიიდან მანქანით და ბიჭო, ათხა ვოის ვაგზავნითი რა, მასე ბურნაც პერევალებზე და ვერ შევამჩნი ახლა ცოტა გამხელი ჯობს, ვერ შევამჩნი პატრული იჯდა ხან ხოლმე. ხო და უბრალოდ კი არ ვლაპარაკობდი ტელეფონზე. აი ერთი მომენტი ვიღებ რაღაც ჩავწერე მეთქე ზუსტად მაგ დროს დამიჭირა. ნუ გადააყენა მეუნება. შერაფერ ხარ TikTok-ზე მარტო კაცი მე უთხარი ბიჭო უბრალოდ წაი. ანუ იმასაც რაღაცა კი იმას არ ვამბობ რომ მაპატია და რაღაცა მართლა არ ვარ ხოლმე არასდროს ასლაბარაკობ, მაგრამ აი ყველას ხო რას თქვი რომ იმ პოლიციასაც ნახი ქონდა და შემინდო მადლობა რომ მეც აღარ ვიზამ არა არის ეგ სიტყვას გამოხატვა რა ხო ის რამდენად იგრძნობა ის აი როგორია ახლა სხვაობა გავიდა უკვე 7 წელი პერიოდიდან როცა დაიწყე და რაღაცა ხო წელსით ახლა მე ასლაბარაკობ ახლა უნდა მყავდეს მილიონი გამოუწერი ალბათ მაი ჩემი ბრალია რომ მე მოსკენი რა ქვია მაგრამ რესურსით ამბავიცა ხო ვიცი როცა მარტო ხარ მართლა ის არა რო ქვია ის მყავს, რა ქვია, სოციმედია მენეჯერი მყავს, ოპერატორი მყავს, ხმის რეჟისორი მყავს, მე ეს ვინც მიქსინგს ამიკეთებს, ყველაფერს მე ვაკეთებ, ძალიან დიდი რესურსი უნდა რა. აბსოლუტურად მე დაждები კამერა უნდა გაასწორო ისა, მე ჩაწერო, მე ეს დაედითო, დამონტაჟო, მე ხმები გაასწორო, ეს მიქსინგი გააკეთო და იმდენ დრო მიაქვს, რომ რა თქმა უნდა, დროში დამაგვიანდა, თორემ აფეთო მე ყველა პლატფორმაზე ეგ თავისებური ამბავი. ხო, ანუ მართლა მარტო ვარ და გამიჭირდა. ალბათ, მაგრამ ნელა მივყვები მაინც რა. ან რაღაცებს ხვდები. მაგალითად ღეროდი ხოლმე თლიან სიმღერებს და მე ჩემსაც ვისწორებდი რა. მინდა რომ თლიანი სიმღერა ჩავწერო და მაგრამ ალგორითმი ხო სხვანაირად მუშაობს. ერთი წამი გაქვს რომ მიიპყრო ყურადღება. თლიან სიმღერას თუ 3 წუთი გრძელდება, არავინ არ უსმენს. ჭირდება 40 წამი მაქსიმუმი, ხო? პლატფორმებზე ახლა უფრო და უფრო იკლებს, ადრე უფრო მეტს უყურებ და ახლა უფრო ნაკლებს უყურებს, ანუ შემცირდა ეს დრო კონცენტრირებული რაზეცა ადამიანი. ახლა მივხვდი რომ კი კაია მთლიანი სიმღერა, მაგრამ ხალხი ისედაც არ უსმენს და თუ მინდა რომ ალგორითმა იმუშაოს, მაშინ უფრო მოკლეები უნდა შევწერო და ჭკუა რაღაცებში ვისწავლე. კიცევს რომ მოერგო რა. კი. ო ნელა გადმოვერთე. ანუ ალგორითმსაც ვითვალისწინებ ახლა უკვე მარტო ჩემს სურვილებს აღარა. თავარია რომ რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს ხო რომ რა თქმა უნდა უფრო მეტ ადამიანს უნდა ნახოს რომ ესეთი სიმღერა გვაქვს, ეგ გვაქვს, ისა გვაქვს. თუ ამისთვის აკეთებ, მაშინ ალგორითმსაც უნდა გაუწიო შენ ხა რომ მეც მქონდეს. აგი ამბავი. ნუ ჩვენი პროექტით ვერ უწევთ ფიზიკურად ალგორითმს ანგარიშს, იმიტომ რომ ძელი ამბავი. არა, ამას მისი პლატფორმა აქვს. ამას მისი პლატფორმა აქვს. მე თუ TikTok-ზე ვარ, იქ 3 საათიან ვიდეოს ვერ ჩავწერ.
ამიტომ გააჩნია რა პლატფორმაზე ხარ. მე YouTube-ზე ვერ გადავდივარ, მართლა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ აქ Reels-ები მაქვს. ხო, მაგრამ YouTube-ზე მიყვარს მე შენი ვიდეოები, აი სახურული რაღაცა გემრიელი ვიდეოებია ესე. ყველგან მაქვს, მაგრამ მაინც პლატფორმაზე ვარ, სხვა პლატფორმებზე ვარ. აი ხო ხდება მაინც ყველა კონტენტი თითქოს რაღაც დავარცხნილია ცოტა ისე მაყურებელს რო უფრო ლამაზად დაჩვენო რაღაცა ისე მიიპყრო და შენი არის დაждაჯიგარი თავის სახში და აბა მოდი ახლა გასწავლით როგორ ჩაწეროთ ესე ვიდეოები. ხო, ბევრმა ჩავიწეროთ აკაპელა და გავაკეთოთ. ბევრს დააინტერესა შემდეგ რა. კი. აი რა ვიცი დღეში შეიძლება მომდის ათეულობით ესა რა ქვია SMS-ები რომ აბა რომელ იმას იყენე პროგრამას და რა აბა როგორ გავაკეთო ისე და ბიჭო მე უკვე ერთი და იმავე იმას უწერ ხოლმე ავტომობასუხი მყავს და თუ ეს შეკითხვა და ის იმიტომ რომ შანსი არა ვერ უპასუხებ იმიტომ რომ თან ჩავწერე უკვე ძალიან ბევრი ტუტორიალი რანაირად შეუძლია გააკეთო რა ვუმალავ მე კი არ მაქვს ექსკლუზივი ცოტა მოიძიე შეიძლება მასაც შეუძლია თუ გაქვს ინტერესი უბრალოდ გადმოწერე გააკეთე უბრალოდ მე გეტყვი რომ აი მაქვს მაგალითად 30 წამიანი ვიდეო ჩემთვის ხო ხმაა მნიშვნელოვანი რომ სამივე ხმა კარგად ისმოდეს შენ ტელეფონში მოусმენ თუ მანქანაში მოусმენ რომ ერთნაირად კარგად ამაზე შემიძლია დავხარჯო საათნახევარი 30 წამიან ვიდეოზე საათნახევარი მეხარჯება მე რომ მოვამზადო ხო ისე როგორც ახლა მონტაჟი გესმით რაზეა ვიცი მოვამზადორისთვის რომ ეს ხმები იმას აქნა მე დააბალანსო გასწორო კი მაგალ გულ სიმღერასაც ეხება თორე რაც თქვი რომ დავჯექი გადავიღე კი მასეც მაქვს ვიდეოები ახლა უცებ რაღაცა არ გაქვს შენ დრო რომ აი მიკროფონი ჩავთო ის ხო მესმის მაგნაირიც არის და იმნაირიც არის რომ თუ მინდა კარგად ისმოდეს მაშინ იმას ახლა ცოტა ისეთი მიდგომა ჭირდება მიკროფონი გაამზადო გააკეთო დამიქსო ნუ ყველას თანაბრად კარგად ესმოდეს რა ხო და მან არის ალბათ პრობლემა რა რომ ახლა ეს შორიდან ვინც არის ის სიტუაცია ეგ შრომა ეს მარტივი შანსი რა 30 წამი დაიჭირა ტიპმა ტელეფონი ერთი 30 წამი მეორე 30 მესამე 30 წუთნახევარი დაკარგა რა და გამოვიდა ვიდეო აი იმიტომაც არ აკეთებს ყველა გესმის თორე ალბათ იქნება 50 მარტო კაცი იქნებოდა აქამდე რომ მე ამაზე დროს ვხარჯებდი რომ მე მართლა მინდა მაინტერესებს და ეს ჩემია თორე ეგრეა რა ვინც რაღაცას აკეთებს იმას კარგად ისმის რამხელა შრომადევს რა იმის უკან კი პატარა ვიდეოს უკანაც კი კი შენ თბილისში ცხოვრობ ახლა თბილისში ვარ მე გადმოვედი სასწავლებლად უნივერსიტეტში ჩავაბარე მას მე აქეთ მყავს ოჯახი ორი შვილი მყავს მეუღლე მყავს აქეთ არიან და მეუღლეც მუსიკოსია არფაზე უკრავს ირლანდიურ არფაზე უკრავს და საქართველოში ერთადერთია ვინც მაგ ინსტრუმენტზე უკრავს ამ კლასიკური არფისგან განსხვავდება რომ უფრო პატარაა და სხვანაირი ხმა ისიც ასწავლის თან უცხოელია არ არის ქართველი მართლა და ასწავლის უცხოელებს ქართულ სიმღერას ანუ ქართულად იმდენად კარგად ველაპარაკობს ამდენადაც მღერის ხო და მაგიტომაც არიან მე ბავშვები გადარეულები და უფრო მაგარი გურულები ვიდრე მე ვარ მეგონი ეს საერთოდ ეგ მე მასე რომ მომღერა 3 წლის ასაკში ახლა შენს უკრავ თან ხო უკრავ კი მე ახლა ვიყიდე გარმონი და გადმოვიდი შურ სიმღერებს მაგარიანი გარმონი ეფექტი აქვს მარტო კაცი რო ხარ ხო შეხედე რას გეტყვი სამი ხანს ხო ვერ იმღერებ ლაივში გეუბნები ხო შეიძლება დაამონტაჟე ხო მაგრამ სამი ხანს ვერ იმღერებ ამიტომ გჭირდება რაღაცა რითაც ეფექტს მოახდენ შენ რომ აბა მიდი მიმღერო რა გიმღერო სამი ხანს ვარ გიმღერებ მაგრამ მჭირდება ამ ფანდური მჭირდება რაღაც აკომპანიმენტი რომ და გარმონი იდეალურია ძალიან დიდი ძალიან მაგარი ინსტრუმენტია და ამიტომ ხა დავიწყე გარმონის სწავლა გარმონზე ფანდურზე სალამურსაც უკრავ ხო სალამური და ხალხური ინსტრუმენტები ვიდეოები კიდევ თვითონ ორკესტრიკაცია მოკლედ რა My mother told me someday I will buy a living good sent to distant shore and upon the proud noble work I steer the leaders to the heaven hear many foemen ენა კაცი არის ორკესტრი ძმაო ხო მღერის აქეთ საკრავები უვერავს იგი გაშლილი ხმები და რა ვიცი მაგრამ აი პროსტა რომ დაუკვირდე რამდენი შრომა ჭირდება ახლა იქ რო ჩაწერო
თან ეგრე ხო არ არის ყოველ ჯერზე მაინც და მაინც შეიძლება ვერ გაარტყავ ვერ დაამთხიო რაღაცა თავიდან მოგიწიოს დუბლები ბევრი დუბლია გადაწერა გადმოწერა ახლა სიმღერაა რა ეს ხო არ არის ანუ ერთ-ერთი უნდა იყოს მართლა იმ რაც თქვი რომ თითქოს усმენ ბევრი ადამიანის რომელიც მღერის სინქრონში გამართულად მაგის მიღწევას შრომა ჭირდება გეგი საკრავებს აკეთებ თან შენით საკრავებს რას ვაკეთებ ჩემით არ ვიცი აი მე მაგ წამოღებული რა გითხარი აგი რა უყოთ ახლა აგი რა სალამური უნდა გამიგეთო ბიჭო ამნაირი სხვათა შორის რა იცი ამას წინათ ახლა ვეძები და ვერ ვნახეს რა არ გეთდება ამითი იმასწავლე კი კაცო რა არ გეთები პირიქით აგი სპეციალურად შენ ჩვენ მოვიძიეთ სპეციალურად ეს საწრუბია რა გჭირდება ახლა და დიდი ის უნდა დრო არა ამას მაგრატელი უნდა მაგრატელი სტუდიაში ესე იგი აგი კაია ახლა მე ვიყიდე უფრო წვრილები და იმას არ აქვს ამ ხელახმა თან ამას რაც უფრო აგძელებ ხო აი ეს ადაბლებს ხმას ეს უფრო დაბალში ჩადის რა რაც უფრო მოკლეა მით უფრო მაღალი ხმა აქვს რატო დაიჭირე საწრუბი რატო გამოთავ გეტყვი ხა წლების წინ შემხვდა ერთი ევროპელი კაცია ისა რა ქვია მეგონი აღარა ცოცხალი ის იყო მეგონი ერთ-ერთი პირველი ვინც ეს გააკეთა მოიფიქრე ნანახი გქონდა სადღაც და შენს გადაწყვეტა მეც ვიზა მე თქვი ბიჭო შეიძლება მე ვერ გავაკეთო მაგი მაქვს სულ იმიტომ აგი თუ აკეთე მეც გავაკეთე სულ ყველაფერზე მაგი მაქვს რომ აგი ესე იგი მე შემილია ამას თუ აგი სხვა ადამიანი მე ორი ხელი ორი ხო და მე გავაკეთე გამოვიდა თან რამდენიმე ხერხი ერთი კი არა რომ ერთნაირად გადაჭრა და რამდენიმე ხერხი არსებობს რანაირად შეგიძლია გააკეთო ამითგან ხო რა სალამურს ხო აქვს რაღაცა სტანდარტული ჭრევი კი მაგრამ ამ შემთხვევაში მე რანაირადაც ვაკეთებ ამას სულ თქვით აკონტროლებ მაგალითად ლადს ხო არის მაგალითად აი პიანინოზე წამოიგინოთ დოდან სიმ ეს შეგიძლია აკონტროლო სულ თქვით რაც უფრო ძლიერად ჩაბერავ მით უფრო მაღლა ადის ტონი. აი. ხო, ეს უკვე შენს სმენაზეა დამოკიდებული, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომელიც აი როგორც სალამურია, რომ გინდა თუ არა ერთი და იგივე ხმა აქვს, უნქვის კონტროლი. ის არ წავა საკანცელერიოდანა. მოდი. წავა? მოიტაბო მაგიცოთ. მაგრატალი ვერ იპოვეთ, კაცო? არ მოგწევს. არ მოგწევს? რა ნაჭირი უნდა გაჭიროთ. ნაჯისა. აი, ცადოთ აბა, მაგრამ რამე არ გავაფუჭო. ხელი არ გაიჭრა, კაცო თორე. დაფა ან რაღაცა. კარდონი დაუდე. კარდონი. კლაპი მოიდა. ძალიან პატარა ერთი სამახტე ხე. აი, რატო? არაფერი არ მოგვა. ესე იგი, მაინც აბდალა იურახმალის. აი ხა თავიდან სახელი ამოხს. უმთავრესი არის, რომ აი ეს ხმა ამას არ ექნება. ხალხს გონია, რომ თუ ჩაბერავ ხმას როგორ გამოსცემს ხმას. ვერანაირი ხმა ამას ვერ ექნება. მაგრამ თავარი არის აი აქ რა ხდება, სადაც სტუჩი უნდა მიადო, უნდა დააბწყელო ჯერ, აი ესე მოუჭირო და მე აი ესე ფჩხილით. ისე რომ ერთი მეორეზე თითქმის ედებოდეს რა. ერთი მეორეზე თითქმის ედებოდეს. ხო. ესე იგი, კიდე აგეთებენ ხოლმე რომ მაგალითად იმით რა ქვია, ცხელ წყალში არბილებენ ამას. ცალკე გადაჭრიან, ცხელ წყალში ჩააგდებენ და რბილდება მაღალ ტემპერატურაზე, ხო, პლასტმასია. მერე უკვე ადვილი მისაყვანია ერთი მხარე მეორესთან. მაგრამ ასე ფჩხილითაც შეიძლება. და რო უკვე გააწვრილებ, უბრალოდ გააბწყელებ, მერე უკვე უნდა გადაჭრა, აი სამკუთხედის პრინციპით, ერთი მხარე მოაჭრა, აქედანაც მეორე მხარე მოაჭრა, რომ აი ეს სპეტიანი გახდეს რა. მაგ დროს მერე უკვე როცა ჰაერს უბერავ, აი ეს ვიბრაციას აკეთებს ორი მხარე, თვითონ და გამოცემს ხმას. ძლიერი ჰაერის შებებით. ნახოთ აბა მე ხა გუშინ დღეს ჩავწერე ვიდეო საწრუპით ჯერ არ დადებულმა. ხო და Facebook-ზე? ყველგან იქნება, სადაც კი შეიძლება. Facebook-ზე ვნახე დღეს და 999 პოსტი გიდევს. ხო, 1000-ზე გამოდის საიუბილეო. აჰა. ძალიან კაი, მე მაგას არ ვიცი დამავიწყდა მაგდენი რომ. ხო, აი რამდენიმე, ესე იგი 300,000 ნახვა აქვს Instagram-ზე საწრუპის ვიდეოს. თან უცხოელებს, ძირითადად უცხოელებში. და მე იქაც ისა რა ქვია. ანუ უცხოელები საკმაოდ ბევრი გადევნეს თვალს. ხო, და მე იმიტომ რომ მე მინდა რომ უცხოელებზე ვიმუშაო ხალხური სიმღერის სწავლების კუთხით და ამიტომაც გათვლა ახლა უფრო ინგლისურად Instagram-ზე მაგალითად ინგლისურად მიმყავს გვერდი. კაი, ნახოთ აბა.
ესე სიმღერა მაინც სიმღერაა რა. მოგწონს ან არ მოგწონს? აუცილებელია რამე გესმოდეს ენა. ხო ეს არის უნიკალური ენა. ამას არ ჭირდება ახლა ჩვენ რო ვიყავით, აი ფრანგული არ ვიცი, არ მესმის, კი ვლაპარაკობ. არა არ ვიცი. იმიტომ რომ ვიმახსოვრებ ხოლმე ზეპირად. და პირველად 2018 წელს ჩავედი პარიზში და მთელი ჩემი ეს მოხსენება გავაკეთე ფრანგულად. ხო, გამარჯობა, მე ვარ დამიანე გორდელაძე იმიდან საქართველოსიდან. როგორ ეს ფრანგულად? თუ გახსოვს. Bonjour, je m'appelle Damien Gourdeladze de Géorgie et je suis très content d'être ici. Et merci beaucoup à Alexis Paul, de m'avoir invité ici. Et merci d'être venu. J'espère que vous apprécierez. არა მართლა ხა იმიტომ ეს ანუ ფრანგს რომ მოსმენ ხა ფრანგულ ჩოლებრად ესმის იმიტომ რომ ფრანგულია და მაგრამ მე არ ვიცი არც ფრანგული წერა ვიცი არც კითხვა ვიცი უბრალოდ ზეპირად იცი იმიტომ რომ მუსიკოსი რო ხარ იმახსოვარ გერმანულად რო დამჭირდეს გერმანულად ვისწავლი აი ტაილანდურად რო დამჭირდეს იმაზე ვისწავლი იმიტომ რომ შეგიძლია დაიმახსოვრო ერთი 20 წინადადება ჩოლებრად შემიძლია დავიმახსოვრო და ამათ იფიქრებს რომ მე ფრანგული ვიცოდი და მოდიან მე კონცერტის მერე და მე ლაპარაკებიან და მე გაშკერებული ხან ერთ წამს უზავარ ხო მეთქი ბიჭო დამავიწყდა რომ მეთქვა რომ მე ინგლისური მე არ გამომდის დალი აი 8 დედ მომიშვილი არ ვიყავით აი ნახოთ აბა შეხედე აი ორი ის წავაჭერი ორივე მხარე ეს არ გაგიფუჭე ამაზე ეხლა დაკაწრავდა და კაია ლამაზია და არ გინდა უყურე აი ხა ნახოთ თუ გამოსცემს ხმას. ხო, მაგრამ ეს არ უნდა აქ დირკები თითები. არა, ეგ უკვე მეორე ეს ეტაპია, რომ და ბომბ. რაცა, შეგვეს. მაგატელი ის პატარა მაგატელი მანქანაში ის. მანქანა საფტოვე. რასა მომდის? ეს დაბრუნდა ჩოქშენ მაიკოს ეს. ხები, ეგ საწყისი, ანუ თავარია რომ ხმა მიიღო, ახლა შენ ნახე უბრუჩხარა გამომიგვი და მე შეიძლება კარგად ვიღალავჯერ უცებ. აი, მაგის დაბტყელება უნდა. მასწავლის. უკვე მასწავლის, არა, აშკარად, იმიტომ რომ ეს ზუსტი არ არის ხედავ, იმიტომ რომ ერთი თავწდი აი აქ, მე ერთ ნოტს. აბა იდე სულ ბოლომდე, აბა ჩავიყვანო. ეს გააჩნია, უნდა დაიმახსოვრ მე სად მაგალითად ეხა აი ერთით რო ავწდი იმ ნოტს აღარ მაძლევს. მაგრამ ეგა იდეა ესაა. ოცა როგორ აცდი? აი შეხედე დისტანციაში? ხო, დისტანციაში ავწდი, შეგიძლია დაიმახსოვრო ზუსტად სად თუ ქვევიდან დაიწყებ უკეთესია. ქვევიდან აკყავს, ქვევიდან ამოჭრი, ჩაბერავ, მერე გინდა რომ ერთი ტონით მაღლა აწიო, ან ნახევარი ტონით, რამდენსაც მეც სამოჭრი, მით მაღალი ტონი აქვს. აი თუ უფრო მეც მიცემ, უფრო მაღალ ხმას გამოს. ჩინურია შენ. კამიჩინურდა. მოკლედ იდეა ესაა რა. ეს ხა ამას სახში წავიღე. წაიღე ბატონო. ეს საჩუქრა ჩვენგან. ესეთი სალამური. კარგი. ხალხო, საწრუპით შეგიძლია გააკეთოთ დუდუქს უფრო გავს. რა? საწრუპით და კიდე შლანგი როგორ არის ქართულად? მილით და ბუშტით აკეთებდი. ხო, ეს კიდე. ახლა იდეა მაქვს რომ აი ეს მილით, ბუშტით და საწრუპით კიდე რაღაცები შეიძლება ერთი ორკესტრი შევკრა რა და უფრო საინტერესოა. და მე ერთი კონცერტიც მოცხედა და კვადიჟე. საწრუპებით. კაია, იმიტომ რომ ხა სალამურზე ყველა უკრავს დუდუქზე, ყველა უკრავს, მაგრამ საწრუპზე
უკვე ესეც სხვათა შორის დუდუკის თემას რახან შეეხე, ლევან შირიანცი ყავდა და იმან გამოხატა თავისი გულის ტკივილი, რომ დუდუქსო, მე დუდუკეო საქართველოში ბევრი აღარ არისო და ცოტა მიისაკუთრესო უკვე მეზობლებმაო რა მაგამ ბავშვი რომ რა უნდა ახლა სომხეთში გაძლევთ რომ ბევრი ადამიანი უკრავს ისწავლებაო და მთელი ისინი აქ აკადემიებიო და ჩვენთანო კი ჩვენთანაც ახლა სკოლები რო ვიცი მაგათ ან უნივერსიტეტი ერთ-ერთი უნივერსიტეტია დუდუკი არ არის ჩონგური ფანდური გარმონიის სწავლება ჭუნირი სწავლება შეიძლება ჭიბონიც ნახო სადმე მაგრამ დუდუკი არ შემხვედრია ჭიბონიც მაგარი საკრავია ხო და დუდუკი არ შემხვედრია რა და ძალიან სასწაული ხმა ძალიან მაგარი ხო და მოკლედ აი გამოგვივიდა შენ უკრავ დუდუკზე მე ბავშვობაში უკრავდი მაგრამ მე იმის იქით აღარ მქონია რა და მაგ ისა მაგრამ რაღაცა ისა გარმონი რთული არ არის გარმონი რთულია ამასაკში თუ დაიწყეთ ან სწავლა კი რთულია მაგრამ მონდომებას გააჩნია მე პიანინოზე უკრავდა ნუ მონდომებას მენაც გაქვს და გამოსტილებას პიანინოზე თუ უკრავ უკვე ძალიან წინ ხარ მე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი სპეციალობაზე პიანინოს და აქეთა ხელი ანუ გიმუშავებს მარჯვენა ხელი და ერთ-ერთი რაც დაგჭა რომ აი მეხი ქვია იმას რაც იშლება მეხის გაშლა და ბასების გადართვა დაუმუღამო ისე რომ მოკლედ ერთად ჟღერდეს ის მაგას უმეორდება ხო ეს ბასები რაღაც სიმებში კი და იზრდება მაგალითად თუ შურგარმოს გაცილებით უფრო ცოტა ეს აქ ბანი აქვს ბასები ვიდრე აი ბას გარმოს მაგალითად რომელიც ცეკვებში გამოიყენება იქით იმოს გაცილებით ბევრი აი აკორდეონსა და გარმოს შორის რა სხვა ხმები შეიძლება იმის ბასების რაოდენობაც და თავარი ხმა არის თუ შურ გარმოს საერთოდ სხვა სისტემა აქვს რაც ხმას გამოწვევს შური უფრო პატარა როა კი მე არის ხოლმე თუ შური გარმონი აკორდეონის ხმებით ასე წერია ხოლმე დრო სხვა სისტემა აქვს ჩალაგებული შიგნით არა და სხვა ხო იცი ერთ მანქანას რომ მეორე მოტორი აქვს ძრავა აქვს მაგნაირი ამბავია გადაწყობილია ხო გადაწყობილია ნუ ძალიან მაგარია გამოგია ესე იგი გურულები სიმღერაში რაღაც განსხვავებული გამორჩეული ხალხი არის ნამდვილად კი ვერ იტყვი ვერაფერს არა მარტო სიმღერაში ხარ ცეკვაშიც იმიტომ რომ სხვადასხვა გურულის მასტერკლასები ახლახანს იყო ვიდეოც გვიდევს და ჩამოტანილი ქონდათ უნიკალური ძველი ფერხულები იქნება თუ ფარცაკუკუ თუ რა ვიცი უამრავ კალმახობა და რა ვიცი ძველებური გურული და მოკლედ გურული კაი არხეინა ხალხია რა სიმღერაც კაი იცის ცეკვაც კაი იცის ამბავიც კაი იცის ხო და ჩემო კარგო დავიანე გადავიდეთ ეს საგრძნობაზე ჩვენს კუთხეებს გავუმარჯოს და ერთიანობაში ჩვენ საქართველოს გავუმარჯოს გავუმარჯოს ჩვენს კუთხეებს მაგით ვარ ჩვენ მრავალფეროვანი კაცი ხარ მე იმერელი კაცი ვარ დასავლეთის ხალხი ვარ და უნიკალური კუთხეები გვაქვს ყველა კუთხეს თავისი რაღაცა პეციო ჩვენთან ესე იციან თქმა აქვს რაღაცა გამორჩეული რითიც შეგვიძლია დამახასიათებელი ჯერ ხო ერთი ბეწოა საქართველოს ისედაც და ამ ერთ ბეწოს საქართველოში კიდე იმდენი განსხვავებული კუთხე გვაქვს და იმდენი განსხვავებული კულტურით და რა ვიცი ტრადიციით თუ ადათით რომ რა ვიცი და მოკლედ ჩვენ კუთხეებს გავუმარჯოს და ფინალში ჩვენ საქართველოს გავუმარჯოს ეხა უნდა გეკნა მაგრამ მაგია ყველაზე საოცარი რომ ამ მართლა პატარა ტერიტორიაზე ამდენი განსხვავებული შეიძლება ფოლკლორი შეიძლება მოიძებნო რა თალკე ხო დიალექტი და თალკე ხო ადათები და წესები და რაღაცა ჩვეულებები ჩვენთან რომ დაკრძალვის ცერემონია სამეგრელოში საერთოდ სხვა დაკრძალვა იქით სვანეთში ზარს მღერიან და საოცრება რანაირად შეიძლებოდა ხო რანაირად შეიძლებოდა რომ ასე ჩამოყალიბებულიყო მაგრამ სვანური მეგრული მადლობა ღმერთ ჩამოყალიბდა რა დღეს ჩავწერე ვიდეო კუდებზე აი ეს ახლა ადრე სხვათა შორის აი ეს ახლა რაჭულს უძახიან ამას მაგრამ სვანეთში ადრე ამხელა კუდები ეხურათ გაშლილი იყო აი ახლა მე დაპატარავდა 20-იანი წლების 40-იანი წლების ჩანაწერები რო ნახოთ ვიდეოები არსებობს 30-იანი წლების ვიდეო მაქვს ნახე სვანეთში გადაღებული ამხელა კუდები ახურავთ
მე დაპატარავდა და მივიღე დღეს რაც გვაქვს რა, ეს მარტო ეს რო არის. აი ეს იყო ადრე, გაშლილი იყო ადრე. და ამ ვიდეოში მახურავ სხვადასხვა კუთხეების ქუდები. ჰარირა ეხმიანება ამ სადღეგრძელოს, რომ რა ლამაზი ქუდებია რა, 60 რა ლამაზია, რაცაც ატარებს იქ ჩაქურა, ჭარაგურიაში, ქეჩოხა, სხვადასხვა ფერის გინდა თუ რა ვიცი, ნაბადი გინდა, ძალიან მაგარი. ასლავა რაჭა და სვანეთი ისედაც ძალიან მეზობლები არიან, ხა ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება რომ რაღაცები უბრალოდ არეული იყოს ერთმანეთში რა და პირველ ფილმშოს ვერც უპოვი რა. შეგვიძლია ვთქვათ ისე მაგაზე გამახსენდა ხა და ვიტყვი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი სიმღერა რო თქვა რომ საქართველოში საშუალება ნახო ყველაზე ძველი რომელია? ჩემი აზრით და რამოდო ჩემი აზრით არის სვანური სიმღერები. აი მისი ტექსტით და შინაარსით. და რა დროს სრულდებოდა იმით. წარმოიდგინე ქრისტიანობამდე გაცილებით უფრო ადრე მთვარეს და მზეს რო ეთაყვანებოდა ხალხი. იმდროინდელი სიმღერები აქვს და ფერხულები აქვს. აი ლაჟღვაში მაგალითად მთვარის ესა რა ქვია ლილე. არა, მთვარის დიდ პატივცემს ამის. ხო, ანუ ლილე მაგალითად მზის ღმერთის ესა რა ქვია საპატივცემულოდ სიმღერები და ფერხულები და ლამპრობის ტრადიციაზე ცოტა შორის ბევრნაირი ვერსია მაქვს მოსმენილი და ერთ-ერთი არის ეგ რომ მთვარის თაყვანისცემის ის არის რა ტრადიცია ესე რო ვთქვათ. ლამპრობა ხო ცეცხლებით რომ გამოდიან და მან კიდე გამიგე რომ აი მეომრებს ითვლიდნენ მაგითი და მარტო გამოდიოდნენ ეს მან ხო კაცებს გამოაქვს თავისი ლამპარი. კიდე გამიგე პირიქით წმინდა გიორგის და ბევრი ვერსია მაქვს აგებული მაგ ემაზე და ერთ-ერთი ეგ არის რა მთვარის საპატივცემულო ის არის რა დასახია მაგ რიტუალი ხო უფრო რა ალბათ. ეს მაგალითად შეინარჩუნეს, მაგრამ შეინარჩუნეს და როგორც ენა ისე სიმღერები, ფერხულები ან მაგარი ხალხი. ნუ სვანებს მოუწიათ ალბათ თვითონ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარეც რა. კი, ერთ-ერთი ფაქტორი მაგი იყო. ერთ-ერთი ფაქტორი მაგი იყო. მაგრამ ნუ დღეს რა მაინტერესებს აი სიმღერას დაუბრუნდეთ. ყველაზე ესე უხეშად რო ვთქვათ, რთული რომელი კუთხის სიმღერებია? მე თუ მკითხავ, იმიტომ არა გურული რო ვარ, მაგრამ ხო, ალბათ გურული სიმღერა არის მუსიკალურად ყველაზე რთულია. მუსიკალური სტრუქტურა რო აიღო, რა სტრუქტურა აქვს და მაგალითად რა სტრუქტურა ქართლურ სიმღერას ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთთან. ქართლური და ყველაზე ადვილი შეიძლება ან იმერული სიმღერა, რაჭული სიმღერა, ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა ცუდია ან ვიღაცა კარგია ან ადვილი თუა ცუდია, ანიშნავს. მოდ ეს ზუსტად ამ სადღეგრძელოს ეხმიანება განსხვავებულობას. ის იმან იმდენი იფიქრა, იქამდე მივიდა გურულმა. რომ დახვეწა კრიმანჭულამდე მივიდა. კრიმანჭული საერთოდ იყო ერთი კრიმანჭული საიდანაა ხო ეს ხმა? აი ალპებშიც რო არიან. რა ქვია, ევროპის ყველა კონტინენტზე არსებობს ეს ხმა რა, კრიმანჭული რასაც ქვია. ჩვენთან კრიმანჭული ქვია. ხო, აი ეს კრინის ხმაზე გადმორთვა მე. ანუ ეს შენი ხმარი. ეს არ არის შენი ხმარი, ამას ინგლისურად head voice ქვია. ეს ხო არ არის ჩემი ხმა რა, მე ხო ამ ხმაზე არ ვლაპარაკობ. ხო და ეს იყო ერთი გორადან, მაგრამ მეცხვარეები მაგალითად ერთ გორაზე რო იყო. მე თუ მინდა რომ შენ მოგაწვდინო ხმა, ამას ვიყენებ. ამას თუ გამოვიყენო შენ რაღაცამ ნიშანი მოგცე, გესმის? ეს იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხმის გამოცემის ტექნიკა იყო, ხო, რომ საკომუნიკაციო ხერხი იყო. ყველგან, მარტო ჩვენთან არა, ალპებშიც, აფრიკაშიც, რუსეთში. შორ დისტანციაზე გათვლილი გერა არის. აბა რა, ხო, ისეთ გერა არა, ხმა მაღალია, მაღალი რეგისტრის ხმა ყოველთვის უფრო კარგად ისმის ბუნებაში. და ეს იყო მაგალითად, ამან გურულმა რა მოიფიქრო, რომ ეს გადმოიტანოს და ორი ხმა დაამატოს ამას.
იმიტომ რომ ალპებში მაგალითად იოდლი რასაც ქვია, სიმღერიან ევროპელებიც. იოდლი იმღერება ასე არ იმღერება რა, ასე განსხვავებულად როგორც ჩვენთან ჟღერს რომ მეორე და ბანის თავისი გზით მიდიოდეს და აქეთ კრემაჭული მისას უბერავდეს, იქ ამას ვერ იპოვე. იქ შეიძლება ერთი კაცი მღეროდეს მაგალითად და აკორდეონზე უკრავდეს ან გიტარაზე უკრავდეს, იმაში ფოლკშიც აქვია, ამერიკულ ფოლკშიც იოდლი არის, მაგრამ გიტარაზე უკრავს ერთი კაცი და იოდლს იყენებს რა. ჩვენთან ამან ორი ხმა დაამატა რა, ანუ გიჟია, აბსოლუტური გიჟია. განუკითხავი. ნაკლავშია პატარა რა. გურული, ხო? არა მარტო კრემაჭულის გამო, იქ არის აი მუსიკალური სტრუქტურა რო აიღო და შეხედო მუსიკოსმა რო შეხედოს რა ხდება იმაზე რა ქვია მუსიკალურ ხაზებში, პირველი ხმა რას აკეთებს და მეორე ხმა, პირველი ხმა მომინდა და წავედი ქვევით, მეორე ხმას გავწვდით ბანში ჩავედი, ბიჭო, ამნაირ რაღაცა, სად ნახავ ამას. მერე ჩემი აზრით გავაყენებდი სვანურ სიმღერას მეორე ადგილზე, მე თუ მკითხავ, აი ერთი ეგ ანიშნავს 100-ია, მაგრამ მე თუ მკითხავ მასეა. ნო, პირადი შენი. ხო, ჩემი პირადი აზრია, რომ გურულის მერე დავაყენებდი სვანურ სიმღერას, მისი სიძველიდან გამომდინარე და მისი ფრაზებიდან გამომდინარე, იმნაირი ფრაზებია, რომ ახლა გურულ სიმღერას ვღერი, მაგრამ ამასა დაიმახსოვრებს, ბიჭო, იმ ხელა ფრაზებია და ისე გავს თან ერთმანეთს. არ რთული და სამახსოვრებელია ჩემ და მაგალითად. მაგალითად არის მაგალითად იგივე რიჰო სიმღერა არის, იგივე ეს ზარი რო ვთქვით სიმღერა არის, ერთმანეთს გავს მუხლები რა, ხო იცი? აქედან აქამდე ეს მუხლს უძახით, ტაქტი რო აიღო მუსიკალურად, ერთმანეთს გავს, მაგრამ თან არც გავს, სხვანაირია. და ეს უნდა დაიმახსოვრო რამდენჯერაა, მე სად მიდიხარ, რთული სამღერია, სანამორებს ავტოვებ. ძალიან დიდ სუნთქვას მოითხოვს. აი დიაპაზონს მოითხოვს და სუნთქვასაც მოითხოვს. და მე უკვე სხვა დანარჩენ იმას მივყვებოდი რა. მოიცა, იქამდე ჩაკრულამდე არ მიხვედი ხაში. ჩაკრულო აქეთ მე სიძველი ჩემი უბრალოდ სირთულე როგორ არის იცი უყურე? ჩვენ კოსმოსში გაგზავნილი ჩაკრულო. რა თქმა უნდა, ნახე როგორ არის იქით დასავლეთში. აი რიკოც აქეთ და რიკოც იქით ფოლკლორული აიღო. რიკოც იქით დასავლეთში არის გუნდური სიმღერა. აი სამი კაციც გუნდი დავარქვათ ამას რა. ეს არ არის რომ ინდივიდუალიზმი არის. სამი კაცი იქ შენ არ უნდა გამოხტე და მე გესმის, იმიტომ რომ ის ორი კაცია იქით ტრიოში რომ ღერი ხარ ჩვენ მშვიდობაში თუ ხასანბეგურას ხო? მაგალითად გურული სიმღერა რაც იქ მეც თანაბრად მღერი ვარ, თანაბარი ხმით, შენც და ისიც და ჩვენ ერთმანეთს უსმენთ და ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ. არ შეიძლება შენ გამოხტე და აი იცი რა სოლო მომინდომო აქ. იქ შენ გუნდის პრინციპით მიდიხარ. რიკოც აკეთ შენ ყავს ორი სოლისტი, პირველი და მეორე ხმა და ბურდონული ბანი, გამული ხო იცი? აქ მთავარი ტიპი ვინ არის? რა თქმა უნდა, ბანს გამოაცლი და ჩამოიშლება სიმღერა, მაგრამ მთავარი ტიპი პირველი და მეორეა. ანუ ეს აგებულია მთლიანად სოლისტებზე, ეს აღმოსავლური ტიპის, აღმოსავლური კუთხეების სიმღერა რა. ჩემი დაკვირვებით. პირველი და მეორე ყავს და ბანს შენ სიტყვი, მეც ვიტყვი და ისიც იტყვის. გამიბი. მთავარია პირველი და მეორე ყავდეს, გესმის? პირველი და მეორე თუ ყავს, სიმღერა გუნდი ყავს. არა, მაგხრივ არ შები, ანუ ეს სოლისტი ჰამლეტ გონაშვილი. ხო, ესეთი გამოკვეთილი ფიგურა ჩვენს ისტორიაში. სოლო მომღერალია. ესმის ზაქაიძე ესეთი სოლო მომღერალია, ქევხიშვილი სოლო მომღერალია ეს. ესენი ყველა დედას ლევანა ძველებიდან, ესენი ყველა სოლო მომღერლებიანი. სამშობლოს ბერს გონია რომ ჰამლეტი შესრულებულია ჩაკრულო როგორც გაგზავნებია და არ არის მეგობრებო ეგრეთ. ხო, ეს ზაქაიძის და საგინაშვილის შესრულებით არის. ხო, რომელიც გაიგზავნა. და სხვათა შორის იქ გონიათ რომ მთლიანი სიმღერა ისმის, ასევე ესეც არის მართალი. და ეს არის რამდენიმე წამი ჩვენი ჩაკრულოდან, თუ ვთქვი 13 თუ 16 წამი ისმის, მხოლოდ ჩაკრულო, იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან ბევრი უცნაური ხმა არის. რაღაცა აბა რა ის ხო მოაგროვეს მთელი სოფლიოს. ეს ისტორია არის რომ უნდა ვიღაც ზიმბაბველი ხალხი დარგვის. ისიც ჩასული. ანუ უცხოპლანეტელი თუ რო დააჭერს იქანე უცხოპლანეტელი, ყველაფერს გეიგონებს. უნდა გაგზავნილიყო პადმასკოვნი ვეჩერა. რუსული სიმღერა. ხო, რუსული სიმღერა. პადმასკოვნი ვეჩერა, რაღაც აუს და იბრძოლა ხალხმა და გაუშვა.
ანუ ეს ვინმე თუ არ იცით მეეჭვება, მაგრამ ახლა საბჭოთა კავშირის დროს ხდება ეგ NASA-ს პროექტია Voyager, რომელიც მიდის კოსმოსში და უნდა წაიღოს დედამიწიდან ხმები, ანუ ოქროს დისკი, სადაც ჩაიწერება დედამიწის სხვადასხვა ხმა და მიიღებს, რას მიიღებს არ ვიცი, მაგრამ გაიშვა იმაში, რა ქვია, უსასრულობაში იმ იმედით, რომ ვიღაცა უცხოპლანეტელი იპოვის და აღმოაჩენს დედამიწის შესახებ. რაღაცა ამ იმედით არის რა, ხო, ვიდეოც გვიდოს სხვადასხვა. ერისიონზე მიდევს ვიდეო და იქ ამასაც ვახსენებ. და ძალიან საინტერესოა ის, რომ ქართული ხმა მოხდა, ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდია, ერთი მთავარი შემაბრკოლებელი წარმოვიდგინა და საბჭოთა კავშირი იზრდის, რომ რუსული სიმღერა აღმოჩნდეს. აბა რა და წამყვანი თუ არ ვთქვი ზუსტად მახსოვს, ვინციც იყო ეს შოუ, სადაც უნდა გაჟღერებულიყო, იმან თქვა და ესე რომ მე მაშინ გამოვალო, აი ეს ისტორია პირადად იმისგან მაქვს მოხსმენილი, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. თუ გაუშვებთო ამასო და ჩაკრულოს არ გაუშვებთო, მე გამოვალო და ვიტყვიო, რომ მოსკოვი კარნახობს პენტაგონს როგორ უნდა მოიქცესო. პირდაპირ და იმას ყავდა 10 მილიონი და იმ დროს 10 მილიონი ამერიკაში და ახლაც ძალიან ბევრი მაყურებელია, ახლაც 10 მილიონამდე. და ამას პირდაპირ ვიტყვი, პირდაპირ ეთერშიო თუ ეს მოხდებაო და შეცვალეს გადაწყვეტილება. მე ასე მაქვს მოსმენილი. მოკლედ დიდი ზეწოლები და დიდი ბრძოლები იყო, ესე არ ყოფილა რომ მოდი ახლა კაი სიმღერა ჩაგრულო და მოდი ეს გაუშვა. არა, რა თქმა უნდა. საბჭოთა კავშირში ხარ, ისეაც რამხელა ომია მთელ სოფლიოში დავიდგინე რომ რამხელა პროექტში 14-დან ერთ-ერთი რესპუბლიკა ხარ, ვიღაცა ხარ, ამხელა რუსეთთან იმ დროს ხო და ბერნია. ეს რუსული სიმღერას უცებ გადაუჯოქრა ემან. აუ მაგარია. აი ეგეთი რაღაცები ისე მამაკებს ხოლმე. აბა რა, მადლობა ღმერთს ეგრე რომ მოხდა. აი რა ჯანდაბა ბიჭო, ჯერ რომ მოусმინო რა ღმერთო. ხო და უნდა გაგზავნილიყო და ძალიან კაი. აი ეს მომენტებში მაინც ჩანს რა ის. ჩამოასწრო და ამბავი. აუ გათლილი მსხალი გვინდა რა. ჰა? გათლილი მსხალი. სპეციალური არ აქვს. მასე ჩეროში უნდა ვიждდეთ. კაცო, ყველაფერი წინაა, რას ლაბარაკობ შენ? თავარი დაწყება და საქმის ერთგულება თუ არა, იმნე რაღაცები შეგემთხევათ. ჩემო კარგო კაცო, მარტო კაცო, დამიანი ბატონო. მოდი, ჩვენი წინაპრები ვაღრძელოთ ახლა. ის ხალხი, ვისაც აი ეგეთ ამბებში წვლილი მიუძღვის რა, ეს ახლა ჩვენ ერთი პატარა გამარჯვების შესახებ ვთქვით, რაც პატარა არც არის პრინციპში დიდი გამარჯვებაა, რომ ეს ქართული ხმები ამ ამბავში მოხდა და ამაში მიუძღვით წვლილი ვიღაცაებს ჩვენს წინაპრებს, რომელმაც ამისთვის იბრძოლეს, რომ მოდი ესე ვქნათ. და ამის გარდა საქართველოს თავისი უსასრულო ისტორიის განმავლობაში ძალიან ბევრი ესეთი მაგარი ხალხი ყოლია რა, რომელსაც პატარა თავისი აგური აქვს დადებული ამ ქვეყნის შენებაში. ყველა ეს ხალხი მოვიგონოთ კი არა, ცოცხლად გამარჯვება ვთქვათ მათი. აბა რა, ცოცხლები არიან. რაღაცა ის გამოგვივიდა საკეიფო პოდკასტი. საკეიფო, კარგად. აუ, ბიჭო, ცოცხალია იგი ხალხი. ეს გლოვის საგანი და ის კი არა. ეს ამ ხალხმა გააკეთა მისი გასაკეთებელი და იმიტომ ლაპარაკობთ ახლა ჩვენ, ხო? რო ლაპარაკობთ და რო გვახსენდება, ესე იგი ცოცხალია. ეს ამასთანავე კოვიდის დროს ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი ხო, თაწმინდაზეა დაკრძალული. სიმღერებში თან უმაგრესი. ხო, თაწმინდაზეა დაკრძალული, ალბათ მგონი ერთადერთია ქართული ფოლკლორიდან, ვინც თაწმინდაზეა, თაწმინდის პანთეონში რო ხარ დაკრძალული, საოცრება. ასე რომ და ეს ანზორი ჩვენ რაც გვახსოვს, თორე ამის უკან რამდენი ადამიანი იყო, ვინც იბრძოლა და ვიცი რა სარაკეთებდა ეს ხალხი. რა წინააღმდეგობები გადალახა და გინდა გალობა თქვი თუ გინდა შორის თქვენს მაყურებელს მინდა ურჩიო ხალხო თუ გაინტერესებთ ქართული გალობა აუცილებლად ნახეთ ფილმი გალობის რაინდები აი შეგიძლიათ ნახოთ ნუ ეხლა იდეალური ხარისხით YouTube-ზე არ დევს მაგრამ კარგი ნორმალური ხარისხია გალობის რაინდები ამ ფილმში არის მოთხრობილი ჩვენი გალობის აი რაც კი რო ვამაყობთ რა ესეთი გალობა გვაქვს ამისი ისტორია თავიდან ბოლომდე დოკუმენტური ფილმია დოკუმენტური ფილმია აღდგენილი და არის აი მე ჩემს ბავშვებს სულ მოსწავლეებს სულ მაგ ფილმს ვანახებდი ესეთი ღია გაკვეთილები ქონდა ერთი დღე იყო ყოველთვის ფილმის ნახვის რა ყურების და ამ ფილმს ყოველთვის ვაჩვენებდი ამ ბავშვებს რომ ენახათ რომ რას ვასწავლი მე რო ეკლესიაში ვგალობ აი სადა როგორ მოვიდა ეს გალობა ჩვენამდე რა
ეს გალობა ცალკე ძალიან დიდი თემაა და გალობის რაინდები ქვია მაგ ფილმს, თუ დაიმახსოვრებ და დრო გექნებათ, აუცილებლად ნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქართული ფილმი აქვს ნახე, ეს შეტევით ახალი ფილმია 2000 რომელი წელია არ მახსოვს. ხოდრა არ გამიგია. სულ 40 წუთი გრძელდება, 42. არა, მეც აუცილებლად უყურებ. კაი ფილმია. ქველმოქმედებაში ხარ კიდე ჩართული. რა გითხრა, მე ვარ გამტარი. გამტარი ვარ იმ ხალხის, ვისაც აქვს სურვილი რა. ნახე, არ ვიცი, ახლა მეც მქონი, ყველა ადამიანს აქვს ალბათ, მე ესე მქონია და მჯერა, ეგ ამბავი რომ აი მოდი ვიღაცას დავეხმარო და გვერდში დავიგებ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ სიხარულს განიჭებს ზოგადად რა, მესმის ეს სიხარული ვიცი. ბედნიერდები ამით რაღაცნაირად რა. მაგრამ რაღაც ეტაპზე ხომ უნდა დაიწყო ეს რა, ახლა შეიძლება ცოტა ესე საჯარო თემაში რომ დაიწყო ეს ამბავი, უნდა მოდი რაღაცა ბიძგი სტარტი. აი შენ რა მოგცა ეგ ამბავი რომ მოდი ამ სფეროს აი ამ ხაზით წავალ რა, ამას ვიზავ. იცი რა, იმან რა ქვია, მრავალშვილიანობის თემა არის შემთხვევაში. ჩვენ ოჯახში რო ვიყავით 8 დედმამიშვილი და მამაჩემის ფაქტორი არის ახლა არქიმანდრიტია, მონასტერში ცხოვრობს, ან როცა ჩვენთან ცხოვრობდა ოჯახში, ახლა ბერი გახდა უკვე. როცა იყო ესე იგი დეკანოზი თეთრი მღვდელი, მაშინ ყოველ შობას, ყოველ აღდგომას, დიდ დღესასწაულებზე, ხო არის ხოლმე რომ მოდის მრევლი და შესწირავს რაღაცას, დიდი რაოდენობით, რა ვიცი, გინდა ფული იქნება, გინდა ცხვარს მიუყვანს, მღვდლებს ხო სწირავენ ხოლმე, საკურთხს მიიტან, საჭმელებს. ამას მე იმდენად ბევრი იყო, რომ ნაწილი რა თქმა უნდა, ამ 8 ბავშვთან მოქონდა სახლში და ნაწილი ჩატვირთავდა ხოლმე ჩვენ წაგვიყვანდა და მიქონდა ოზურგეთის მასშტაბით თუ ლიხაურის მასშტაბით გაჭირებულ ადამიანებთან. მე მახსოვს, ამდენჯერ ყოფილი ვარ მასთან, რომ აი ალილოს რასაც ვეძახით, აღმოსავლეთში ჭონას ტრადიცია კიდე, რომ მიდიხარ ამ ყველაფერს აგროვებ და ვიღაცას ეხმარებ. მაგრამ ჩემ ერთი კაცი აკეთებდა, მე ნუ ვიღაცამ საკურთხი მოვიდა. მამაშენს მარტო კაცი იყო. ხო, ამ ამბავში იყო, რომ ისე რომ აი მოდი ახლა ბევრი მაქვს ბიჭო, ხო არ გავაფუჭებ. ამდენი უნდა ვჭამო, ბაჩენს ბავშვებს ეყოფათ. ახლა მოდი ბევრი მაქვს და ვიღაცას გავუნაწილებ და ეს ბავშვობიდან ასე იყო. აი სულ პატარა ვიყავი, მამაჩემს რო დავყვებოდი ხოლმე, გავაღებდით ამ საბარგულს მართლა და აი მიუტანდით ვიღაცას და ეს როცა დავინახე რომ მართლა ამდენი გამომწერი მყავს უკვე ახლა 131,000-ზე ვარ Facebook-ზე და ეს ხალხი ჩვეულებრივი რესურსია იმათთვის, ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს. აი მე მაგალითად მაგ წითელი კვერცხი, პასკა მაქვს, რავი დავიღე ხაჭაპური მაქვს, კარგად, მაგრამ შენ როცა იცი ხო რომ ამდენი ხალხი ყავს, ვისაც ერთი თქმა უნდა რა, რომ ხალხო, შეხედეთ, ჩემ სოფელში არის ესე და ეს ადამიანი, მრავალშვილიანია, როგორც მეც ვიცი ეს რას ნიშნავს, როცა მამაშენმა იმდენი უნდა იშრომოს, რომ 800 იყოს. აი ესეც გაჭირებაში მოდით აბა გადმორიცხეთ თანხები, მივალ ამასთან, მივიტან ან იმას ჩაურიცხეთ, ან მე ჩამირიცხეთ. რომ და მივალ, აი ეს იყო მოტივი რა, რომ მამაჩემის ის სულ მახსოვდა რა. ახლაც თავიდან მარტო შობას მქონდა, რადგანაც ალილო ყველამ ვიცით ეს რა ტრადიცია, მაგარი ტრადიციაა და მეც დავდიოდი ბავშვობაში ალილოზე. და მეთქი ბიჭო, ეხა ეს ხალხი ყარ ჩამოვა ეს 130,000 კაცი შემთან სოფელში და ონლაინ იყვნენ. თანხა გამოგზავნოთ, ტანსაცმელი, საჩუქრები გამომიგზავნეს, ლეპტოპი გამოგზავნა ერთმა მახსოვს, ველოსიპედი მაჩუქა. ეს ამას ჩავტვირთავ ხოლმე, ეხა მადლობა ხომ მანქანა მყავს, დიდი საბარგული აქვს, ჩავტვირთავ ხოლმე, მივდივარ და რაღაცას მოკლედ გამოგდის და ვეხმარებით ხოლმე. მე მინდა რომ მარტო ეს ერთჯერადი კი არ იყოს ეს დახმარება რომ მე შენ საჭმელი მოგიტანი შეჭამე და ისევ გაჭირვებაში ხარ. შენ რომ სამსახური არ გაქვს რაღაცა მოვდგე და სამსახური გიშოვო რა. ახლა ეს უკვე მომავლის თემებს გელაპარაკები რა შემილია რომ მომავალში რას ვფიქრობ რომ გავაკეთო. აი ყველაზე სწორი და კარგი დახმარებაა რა. აბა რა, ახლა პარიზში რო ვიყავი, ლაშა ტრაპაიძია, გურული ბლოგერი. იმან მითხრა რომ მიდი ბიჭო მაგას მიაწექიო რომ ერთჯერად კი არ დაეხმარო ხალხსო. სამსახური უშოვეო. აი რაღაც ხელი გაუმართეო რომ შენ რო წახვალო და მოშორდებიო იმანო თავისით ფეხზე დადგესო და აი შემდეგი ეტაპი აკეთებენ გინახავთ ალბათ ბლოგერები. ქუჩაში შეხედავს ვიღაცას, უცხოეთში ჩვენთანაც უკვე წამოვიდა ეს ტენდენცია. და ძალიან და ეგ არის სწორია და მეც იმედია რომ აქეთკენ წავალ რა.
ხო, ჩვენთან ეგ არის ხოლმე ცუდი, რომ რაღაცა ან რომელიმე კონკრეტულ ოჯახზე ან იმაზე უცებ ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, რომ ვიდეო გავარდება ან რაღაცა, ერთჯერადად, ერთ დღეს ყველა ძალიან ბევრ რაღაცას იმას იზავს, მაგრამ ხვალდაზე აღარავის აღარ ახსოვს რა. ხო, მე სხვათა შორის მაგ კუთხით კი მე მარტო მე დავდივარ ხოლმე, მაგრამ როცა გურიაში ვარ, ძირითადად მაშინ ვიწყებ ხოლმე ამ პროექტებს და 30 ოჯახში მაინც მივდივარ რა. ეს 30 ოჯახი არის როგორც ჩემი სოფელი, ისე სხვა სოფლები მაინც ოზურგეთის მასშტაბით. ეხლა მე რეკავე ხოლმე. ხო, შენ მოგარენში. ხო, რასაც ფიზიკურად ვახერხებ, ანუ 30 ოჯახში მაინც მივდივარ, მაინც კაი ციფრია. ყველას უნდა ყავდეს, ყველა სოფელს, ყველა იმას. ხო, თავისი რაღაცა ამბობ. აბა რა. და ვაფშე ბოდიში და საერთოდ სოფელში ხალხს არ უნდა უჭირდეს. პირიქით. სოფელში ყველაზე კარგად მოსწავლდეს ადამიანი, თუ მკითხავ რა. იმედია მოვა ეგ დროც, იმედია. ხო, რა ვიცი ხო, თუ რაღაცა ტენდენციებს ვიღებთ, მაშინ ეგეც ავიღოთ, რომ თავრობები ეგერ ლონდონში და რა ვიცი ხალხი ფულს უხდის, რომ იცხოვრონ სოფელში და იმას საქმე ქვია. ხო, აი წარმოონ რაღაცეები და. კი, რა იცი, ეს პარიზში რო ხარ რო ვიყავით, მე რთულია ხოლმე, მე შენ სამშობლოში დაბრუნება რა. როცა ამას ხედავ ქვეყანაში, სადაც ჩასული ხარ, როცა ეს ქართველი გიყვება, რომ ბიჭო, შენ იცი აქ როგორ არის? შენ უმუშევარი თუ ხარ? სანამ სამსახურს იშოვი, ხელფას გიხდის ისა რა ქვია, მთავრობა. თუ სამსახურმა გაგაგდო, რაც უნდა მოეცა, იმას გიხდის მთავრობა. დაზღვევა გაქვს ამდენი, ის უყურე ბიჭო, რას ლაპარაკობ. მან მე ცუდი რა არის, იცი? ეხლა მე ბრუნდები საქართველოში. მაგას საქართველოში ვერ გააკეთებს მთავრობა რა. არა, მე მესმის, არა, მე მაგას არ ვამბობ. ეგ რომ მთავრობამ გააკეთოს, არავინ არ იმუშავა. ყველა გადაიდეს ფეხფეს დაждდება. არა, მე მაგას უბრალოდ ის გითხარი, რომ ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანის ცხოვრება, ჩვენი, შენი, ჩემი, ლიხაუში ერთი გლეხის იმის და გასაკეთებელია და იმედია ეს დღეც დადგება რა. დადგება აუცილებლად. მოდი მე ესეც ალეგზოლოს ვიტყვი ახლა. შენ წერან მამა შენი ახსენე. კი. ის თალება მოეწონა. მე მიყვარს. მე ამდენი არ დავიღე. ასეულის. ის მიყვარს მართლა. და ძალიან გამიხარდა რომ ხალხიც კარგი აღმოჩნდა თვითონ კომპანიის. კი, აბა რა, მაგარი ხალხია. გუნდი ასე რომ ვთქვათ, რომ ეგრე კიო კაცო რა პრობლემა არის ვაგერო და გამოუშვეს გურიიდან ეგრე. ხო და მამა შენი იყო შენთვის მაგალითი. კი. იქ სახში თუ მინდა იქიდან დავიწყოთ რომ ოჯახში სიმღერა ეს იყო მაგალითის მომცემი შენთვის. მერე მამა შენის ეს აქციელი რომ თვითონ დადიოდა ხალხს ეხმარებოდა და ამას შენზე გავლენა იქონია. მოდი ჩვენ ისეთ ადამიანებს გავამარჯოს, რომლებიც რაღაც მაგალითს გვაძლევენ ცხოვრების განმავლობაში, სწორ მაგალითს, რომელიც გვაყალიბებს ადამიანებად, ასე ვიტყვი რა, კარგ ადამიანებად. და მე უკვე ჩვენ შეგვიძლია სხვისთვის მაგალითი გავხდეთ. მე პირდაპირ ახლა ხალხს შემიძლია მოგმართოთ, რომ ადამიანი კორდიალ მარტო კაცის ვიდეოებს, ნებისმიერ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ, აი თავისუფლად შვილსაყურები ოჯახთან ერთად ჩართოთ, უყუროთ, აი ის სიამოვნებთ, ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებთ და არც ერთ ვარიანტში რაღაცა ცუდი ზეგავლენის და რაღაცა აი ვერ გაიგებთ ისეთ რამეს, რომ აი ცუდად მოგხვდეთ, რამე ცუდი იყოს რა. აი ესეთი ხალხი სამწუხაროდ არც ბევრია დღესდღეობით ესე ინტერნეტ სფეროში, სადაც შეგიძლია რომ დაკავდეს თუნდაც ბავშვმა უყუროს და სწორი მაგალითი აიღოს. და ასე შემდეგ და არიან ეგეთი საზოგადოება დღეს ერთ-ერთი აგერ ჩვენს გვერდზე ზის, რომელიც აკეთებს ინტერნეტში თავის საქმეს და შეგიძლიათ უყუროთ და დატკბეთ. მიიღოთ სიამოვნება ესთეტიური. ასე რომ სწორ მაგალითებს გავუმარჯოს ჩვენ ცხოვრებაში, ვინც ესე ჩამოგვაყალიბა. და ახლა აგერ ძმაო ჩემ წინ ზიხარ. ჰარტ ვის შეგიძლია რომ მაგალითი მიცე მოვალ თაობას. შემოგვიერთა ხალხი. ჯუმაქამ თავარი არის რომ შენ რომ ამბობ ხალხო ასე მეიქეცით. შენ პირველ რიგში შენ აკეთებდე მაგას რა. ხო. ანუ აი შენ იყო მაგალითის მიმცემი. მამა ჩემი მაგას რომ თქვათ რაღაცას რომ ეუნება მრევლს ზუსტად ისე ცხოვრობს. იმიტომ კი არ ვამბობ რომ მამა ჩემია. იმიტომ რომ მასია. აი ვიღაცა რომ დაჯდეს და ამოქეკოს კომპრომატები, ხო? გავრცელებული ამბავია. ვერ იპოვის. იმიტომ მონასტერს აშენებდა მახსოვს მონასტერს და
ვეუბნე ბიჭო, ამდენი მილიონერი ძმაკაცი ყავს. უთხარი, იგი აგიშ არ მინდაო. რა ზარგინდა, მე უთხარი, ბიჭო, აგიშენებს. არაო, მერეო, იმისო, ვალში ვიქნებიო, მეო და არ ვიციო რა იქნება მომავალშიო. ესმის? მოდიო, მეო, ჩემი და ღმერთის წყალობით და იმით გავაკეთე მრევლის შემოწირულობით. ანუ აღარ ცხოვრების მაგალითია თვითონ რა. და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და ასეთი მაგალითები მარტო მომჩემი კი არა, ბევრი არიან და მაგიტომაც არსებობს ალბათ ეს ქვეყანა, თუ რა აქამდე ალბათ აღარ იქნებოდა დიდი ხნის წინათ. ამ ადამიანებზე დგას ეს სახელმწიფო. ამფერი ამბავია. ჩემო კარგო კაცო, ჩემო მარტო კაცო. ესეთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ 3D სტუდიასგან, ჩვენი მეგობარი კომპანიისგან. უკვე ტრადიციულად. გახსენით თუ გინდა ნახე კაცო. აბა ვნახოთ. რომელსაც დიდი მადლობა გორჩი დგომისთვის, იმისთვის რომ ჩვენთან არის. ჩაქურა ასევე. ცეკვის გარშემო აქსესუარები რამე თუ გჭირდებათ, მიწერეთ, მიმართეთ, უპრობლემოდ ყველაფერს მოგიგვარებთ. აი, ჩოხიანი კაცი. მანქანა გიყავს. რა მაგარია. 3D პრინტერის დაბეჭდილია, ხედავ შენ? აკეთებენ, სხვა შორის ახლა კიდე კაი რაღაცეები აქვს. ახალი ამბები და მეც ეს ამაქვს, მეც მინდა ახლები. მეტი სიახლე ხალხო. მეტი სიახლე ფოლკლორში, მეტი სიახლე ცხოვრებაში. რან კაია. ეს რა არის, სუნამოა? ეგ სურნელი ხო, მანქანა სურნელი. მადლობა ხალხო. რა ქვია ამას, ვინა? 3D სტუდია. ასე ქვია? ასე ქვია. მადლობა. რა ვნახოთ. ხედავ შე. ჯიგარი. გაუკეთე ხო წეს სიცილ. როგორ აკეთე? შემოერთ დაგვენახე, შემოგურული ხაშენ. შემოდი ჰა. ესე უყურე ახლა მას უყურე ასე უნდა გეისვა და გამეისვა, უყურე? აბა. ასე გეისვა, გამეისვა. სიდა გამოუსი. მე გუგვები მოგდებენ. კაია, კაისუნია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ მოხვედი ჩვენთან და მადლობა, წარმატებები ხალხო. ბევრი სტუმარი, საინტერესო გადაცემები, ბევრი ნახვები გამეიწერეთ ხალხო, თუ არა აცხადებ ეხმაროთ ერთმანეთს, აბა ისე ვერ იქნება. მადლობა. ამფერი კაი კაცი ყავდა სტუმრად დღეს. ძალიან მართლა კაია.